მაგრამ აქ უდიდესი როლია ეკლესიის. აი, რა ვქნა რა, მე არ მომწონს ის რაც ჩვენთან ხდება. მე ამაში რას გულისხმობ, იცით? იმას კი არა, რომ მღვდლები ჯიპებით დადიან. ეს არის ლიბერალური, ფსევდოლიბერალური ფრთის თუ რა ვიცი, ხალხის რაღაცა ეს აკვიატებული კაცო რა, ჯიპი დადის, არ დადის. რა მნიშვნელობა გითი დადის, დალოცვილო, ჩახედე ვინ არის და რას აკეთებს. პრობლემა არის სხვა რამეში. ჩვენი ქრისტესთან დამოკიდებულება, ჩვენი ხედვა როგორ მივახციოთ უფალთან ერთობას, უფალთან თლიანობას, როგორ ვილოცოთ, როგორ ვიმსახუროთ ის უმაღლესი მსახურება, რასაც მადლიერების მსახურება ქვია. ეხლა კვირა დღე იწოდება მართლმადიდებლობის ზეიმად ეს დღე და რა არის მართლმადიდებლობა? რომ დვრიტა ისევ მართლმადიდებლობის არის მადლიერებით მსახურება, როცა ადამიანი ისეთი ბედნიერია, რომ არის ღმერთი, რომ ვეღარ იტევს და ამას გამოხატავს წირვისას. წირვა არის ევქარისტიული მსახურება, ვერ იტევს ამ ბედნიერებას. ვერ იტევს და გამოხატავს. ამიტომ წირვა არის ცოცხალი. და როცა წირვა მკვდარია, როცა წირვა უღიმღამოა, როცა წირვა ნაჩქარევია, როცა წირვა აბდაუბდაა და აბსურდულია და ბლუყუნია წირვაზე და უკრძალველობაა და თავხედობას და კადნიერებას, მაშინ სადღარი მართლმადიდებლობა. მაშინ სადღარი სიხარული და ბედნიერება იმით, რომ ღმერთი არის. სადღარი, არასდროს არ არის. როგორ წარმოიდგინე, აბა როგორ ყველაზე მთავარი, სადაც ღმერთს უნდა გზნობდე, მკვდარები მონოტონურად უღიმღამოდ ნაჩქარევად, მიფუჩეჩებით, აბა ჰაჩქარა მოვჩეთ, გავიქცეთ, აბა იქ შუა ტაძარში, საკურთხეველში ტელეფონი, ბიჭო, სიცილი გაღიმება თამაში. სად არის შენთან ღმერთი დამანახე? შენ თუ ღმერთის წინაშე დგახარ, დამანახე. მე ვარ ურწმუნო. შენ ახარ მღვდელი, შემოვედი. გაკვირდები, ახლა გავიგე რომ იმ მღვდლებს ღმერთი სწამთ. იმათ მაიცია რომ ღმერთი არის. მე ვიღაცა მითხრა რომ ყველაზე ძლიერ კავშირს ეს მღვდლები, ეს შავი ხალხი ამყარებენ წირვის დროს. მე ღმერთი არ ამწამს. მაგრამ გეგება არის, ხო შეიძლება იყოს, ვაიმე. და იყოს და არ მჯეროდეს კაია, მაგრამ აი თურმე იმ შავ ხალხს აქვთ ურთიერთობა. ღმერთთან და იცნობენ და მე ისიც გავიგე რომ ურთიერთობა ყველაზე ძლიერი აქვს წირვის დროს. ეხლა რა უნდა გავაკეთო მე? მე ვერ ხედავ, მაგრამ ხედავ შენ და მითხოს რომ შენ გაქვს ურთიერთობა მასთან, ვისაც მე ვერ ხედავ. და ურთიერთობა ყველაზე ძლიერი წირვის დროს. არ მოვალ, გარდა გაკვირდები? დაგაკვირდები? რა დავინახე? ღმერთთან კი არა. პატარა ანგელოსთანაც კი არა გაქვს ურთიერთობა. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ხედავ, შენ ვინმესთან გქონდეს იქ ურთიერთობა. და მიერეკებე სიტყვებს ლაზღანდა რომ უგძალველულად გეხარ, ჩქარა ფაციფუცით მოათავე, თან ღმერთის სიყვარულის და სიხარულის წყაროაო. რაღაც არ გეტყობა და გარბი ხარ. რა დავინახო მე იქ? ესე იგი მე მივხვდი, შენ არ ახარ მატყილებ. არაფერი ღმერთი არ არსებობს. და ვერ დამანახე. ვერ ვიგრძენი. ვერ დავინახე რომ შენ ესე იგი გადახვედი იქ ახარ სულ. ოხ